ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ზუსტად 9 წლის წინ ვარდების რევოლუციით ახალი ერა დაიწყო ჩვენი საყვარელი ქვეყნის ისტორიაში. მაშინ ხალხმა ქუჩაში გამოსვლა არჩია გაყალბებულ არჩევნებსა და იმ სისტემას, რომელიც კორუფციაზე და გაუმჭიროებაზე, უიმედობაზე იყო დამყარებული. ისინი ქუჩებში გამოვიდნენ კრიმინალთან, უსამართლობასთან, დამცირებასა და სიღარიბესთან დასაპირისპირებლად. მათ სურდათ, თქვენ გსურდათ, რომ საქართველო გავხდარიყო დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც კანონის უზენაესობას დაეფუძნებოდა. თქვენ შვილებს ქონოდათ ახალი პერსპექტივები და თქვენ ოჯახებს ეცხოვრათ თავისუფლების პირობებში. ჩვენ და თქვენ ყველას გსურდა საქართველო დაგვებრუნებია იმ კეთილდღეობით ახსავსე ევროპული ერების ოჯახში, რომლისგანაც ის არასდროს არ უნდა ყოფილიყო განცალკევებული. ამ 9 წლის განმავლობაში, როგორც თქვენ კარგად იცით, ჩვენ მრავალი კრიზისი გამოვიარეთ. ბევრი დაბრკოლება შეგვთა და ისინი ერთად გადავლახეთ. ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ წარმატების და წარუმატებლობის გემოც. მაგრამ ყველა ჩვენგანი გადარჩა და ერთად მივახციეთ წარმოუდგენელ პროგრესს. ჩვენ შევქმნით ახალი სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით. გავხსენით ახალი გზა ჩვენი ერისათვის და ძირეულად შევცვალეთ ის საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობთ. ეს ჩვენი საერთო მიღწევაა. ყველა აღიარებს ჩვენ გარშემო, ყველა პოსტსაბჭოთა ერი თუ რამხელა წარმატებას მიაღწია საქართველოს. ეს არ არის მხოლოდ 10-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი. არა მხოლოდ ახალი ქალაქები, მთლიანი ახალი ქალაქები, რომელიც ავაშერეთ. არა მხოლოდ განათლების რეფორმა და ბევრი სხვა რეფორმა, კრიმინალის დამარცხება და ამ შემდეგ, არამედ ის თუ როგორ შეიცვალა ცხოვრების წესი ყველაზე უფრო იმედო ქვეყანაში ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასეთი იყო საქართველო მაშინ. ამავე ჩვენ გავიგეთ იმის გემო, თუ როგორია აშენო დანგრევის ნაცვლად. ჩვენი ისტორია ის ასეთი პერიოდების ერთობაა, როდესაც გრევას მშენებლობა მოყვება. შემდგომ პირიქით, როდესაც ხალხი წარსულზე ამახვილებს ყურადღებას და შემდეგ ისე მომავალზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2003 წლიდან ჩვენ გავხსენით ახალი გრძელვადიანი პერიოდი კოლექტიური შენებისა და კიდევ შენების. არასდროს არც ერთ ცალკე აღებულ პერიოდში საქართველოს ისტორიის მრავალი საუკუნის განმავლობაში ერთად აღებული 8 წელიწადში არ აშენებულა იმდენი, რამდენიც ბოლო 8 წელიწადში. ამას ვერავინ ვერ წაიღებს და ვერავინ ვერ წაღვართვებს. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო და ენერგია, რომ გრევაზე მოვცდეთ. სანამ არ მივახცევთ ჩვენ საბოლოო მიზანს კეთილდღეობით ახსავსე დემოკრატულ ევროპულ სახლს. ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი შვილებისთვის, ყველა ჩვენგანისთვის, უმრავლესობისთვის, უმცირესობისთვის, არაპოლიტიკური ადამიანებისთვის. ეს უნდა იყოს უმთავრესი და ერთადერთი ყურადღების საგანი. არა წარსულის აჩთილები და პირადი მეხსიერების წარე გემო, არამედ სამომავლო დაპირებები, ჩვენი ხალხის იმედები, მათი პირადი ცხოვრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ჩვენი ერის ძირითადი მიმართულება. ჩვენ შევქმნით სისტემა, სადაც ზრდა შესაძლებელია, მდგრადი იყოს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ბედნიერების ძიება შიშის გარეშე, სადაც არჩევნების მოგება ან წაგება დემოკრატიულად შეიძლება, სადაც მთავრობები მიდიან და მოდიან ძალაუფლებაზე მოჭიდების გარეშე, სადაც თქვენ საქართველოს მოქალაქეები ხართ საბოლოო გადაწყვეტილების მიღები და სადაც ინსტიტუტები პოლიტიკურ ძალებზე, სოციალურ ჯგუფებზე და პირადი ინტერესებზე მაღლა დგას. ასეთი რამის წარმოდგენაც კი არ შეიძლება ვარდების რევოლუცია. ეს ყველაფერი ბოლო წლებში შეიქმნა. ძვირფასო მეგობრებო, როდის აქეთ მოხდა ეს ჩვენ ისტორიაში? როდის აქეთ ვართ თავისუფლები, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები? ჩვენი ოჯახების, ჩვენი ერის სახელით უცხოური ჩარევისა და კორუფციული ელიტის მანიპულაციების გარეშე. თქვენი დამოკიდებულება სახელმწიფოსთან, მთავრობასთან, ბიუროკრატიასთან, ყველა სხვა ინსტიტუტთან ისე დრამატულად შეიცვალა, რომ წარსულში დაბრუნება შეუძლებელია. ძვირფასო თანამოქალაქეო, ვარდების რევოლუციის უმთავრესი მიღწევა არის ის, რომ თქვენ იმდენად დიდი ძალა მოგეცა და იმდენად ძლიერი ინსტიტუტები შექმნით, რომ იმის მიუხედავად, ვინ მოიგებს ან წააგებს ზოგად ან ადგილობრივ არჩევნებს, ან იმის მიუხედავად, ვინ არის უმრავლესობა და უმცირესობა, თქვენი ლიდერები ანგარიშვალდებული არიან თქვენთან, განუხრელად მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან, რადგან თქვენ ერთადერთი მფლობელი ხართ თქვენი სახელმწიფოსი, ცხოვრებისა და მომავლის. თქვენი ლიდერები ვალდებული არიან შეასრულონ ის, რასაც დაგპირდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება გულგატეხილი დარჩება. დღეს აქვს ძალაუფლება არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ან სოციალურ ელიტას. თქვენ ეს ბოლო არჩევნებისას აჩვენეთ და მომავალშიც აჩვენებთ.
არაფერს შეუძლია ამის შეცვლა. არავის შეუძლია სახელმწიფოს და ინსტიტუტების პრივატიზაცია და მიტაცება. არც ერთ პოლიტიკურ ძალას ასოციაციურ ჯგუფს არ შეუძლია ჩვენი ისტორიის შემოbrunება და ისევ იმის მოპარვა, რაც ხალხს ეკუთვნის და ჯიბეს ჩადება. არავის აქვს იმის ძალაუფლება, რომ შექმნან ან გაუქმნან უმრავლესობები, თავრობები და ზოგადი პოლიტიკა და როდესაც ტელევიზორს თავ სიმართლეა, რომ მესმის გაბრაზებული ხმები. მესმის, როდესაც რადიოს უსმენ, როდესაც ინტერნეტში ვარ. ძალიან ბევრს საუბრობენ შურისძიებაზე. ასევე ხედავ დაპატიმრებების ტალღას და მესმის, რომ სერიოზული ნევროზულობის სიგნალი ბევრი მიმართულებით იგზავნება და არასტაბილურობის სიგნალი. მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა არასტაბილური გაჩნდა ისევ სერიოზული არასტაბილურობის გაცდა. მაგრამ მე ასეთი ნაკლი მაქვს, რომ მუდამ მომავალზე ვარ ორიენტირებული და არა წარსულზე. და როდესაც საქმე ჩემს ქვეყანას და ჩემს თანამოქალაქეებს ეხება, ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ ანანაირი გზა არ არსებობს უკანი მომავლისკენ, იმ წარსულისკენ, რომელიც მომავალს ხელს უშლიდა. როდესაც პირადი გაწმილებები ხელს უშლიდა საჯარო ინტერესს. დარწმუნებული ვარ, რომ წინა 10 წლეულის მოყვება პროგრესის შემდგომი 10 წლეული ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. თქვენ ხმა მიეცით ახალ უმრავლესობას და ჩვენ მათ გადავეცით იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე კონსტიტუციით გათვალისწინებული იყო. რადგან ჩვენ გვინდა მათ შეეძლოთ მართვა და იმ დაპირებების შესრულება, რომელიც თქვენ მოგცეს და რომელიც გამოც მათ მიეცეთ ხმა. ჩვენ გვინდა რომ ისინი ანგარიშვალდებული იყვნენ თქვენ წინაშე, მთლიანად გადართული იყვნენ ხალხის მოცემული დაპირებების შესრულებაზე და მთელი ენერგია ამას უნდა დაახარჯონ. მე ვიცი, რამდენად ძნელია მთავრობაში ყოფნა და ხალხის მოლოდინის გამართლება. ვიცი, რამდენად ძნელია და როდესაც ენერგიის ხარჯვა უნდა ააშენო, ამდენია ასაშენებელი, ამდენია გასაკეთებელი და ამ დროს მოცდე გრევაზე და განადგურებაზე. რისი მოწოდებების ისმას. ასე რომ ყველას მოუწოდებ იმუშაონ ხალხისთვის და მომავლისთვის. არ გაამახვილონ ყურადღება წარსულზე და პირად ბოღმაზე და დაპირისპირებაზე. მე ამის იმედი მაქვს და ეს არის ჩემი სურვილი. ჩვენ საოცარ ქვეყანაში ცხოვრობთ. ვალდებული ვართ მის წინაშე და ჩვენი წინაპრების წინაშე. ჩვენი შვილების წინაშე. რომ დავხარჯოთ დრო და ენერგია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. 9 წლის წინ ჩვენ ერთად გავაცვიფრეთ სოფლიო და საქართველოს დავსვიტყარად სოფლიოს რუკაზე. ჩვენ გადავფურცლეთ საქართველოს ისტორიის ახალი გვერდი. ეს გვერდი ჯერ კიდევ გახსნილია და მოდით ყველამ ერთად წეროთ ერთიანობის და არადაპირისპირების ისტორია. რადგან ყველანი მრავალეთნიკური ქართული საზოგადოების ნაწილი ვართ, ყველანი ქართველები ვართ და ჩვენ ყველას გვიყვარს საქართველო.